და თქვენი შვილები რა სვამენ? რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბავშვო წყალმცირას დალევის შემდეგ 3 წლის ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც დედა სოციალურ ქსელში წერს, პროდუქტი მათ ერთ-ერთი მაღაზიიდან გამოიწერეს, რომელიც საკურიერო კომპანია Glovo მიეწოდა. დედის ცნობითვე, წყალი დალოქული იყო და მისი მოხმარების შემდეგ ბავშვს დაეწვა პირხახა და მუცელზე აღენიშნებოდა დამწრობის კვალი. წყლის ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ კონკრეტულ შემთხვევაში აღმოჩნდა აზოტმჟავა. ამას ადასტურებს მისივე გავრცელებული ოფიციალური დასკვნა, რომელშიც ვკითხულობთ. ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პოლიმერული მასალის ბოთლში ეტიკეტზე წარწერით ბაკურიანი ცი და ნატურალური მინერალური წყალი არაგაზირებული, მოთავსებული ძლიერი მჟავური ბუნების მქონე უფერო, გამჭვირვალე სითხე შეიცავს აზოტმჟავას. წყლის მწარმოებელმა კომპანიამ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალური განცხადებები გაავრცელეს და შეამოწმეს პარტიის ნიმუშები. მათი ცნობით, კონკრეტულ პარტიაში დარღვევები არ აღმოჩენილა. როგორ აღმოჩნდა კონკრეტულ ბოთლში საშიში ნივთიერება, ეს ამ ეტაპზე უცნობია და ოჯახი გამოძიების შედეგებს ელოდება.